მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ შეფარების ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობის გატრანსფერების პასუხისმგებლობის შესახებ, იგი საქართველოს პარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის 2025 april's გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდა. რითაც არ შეესრულა საქართველოს პარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის კანონიერი მოთხოვნა და როგორც აღნიშნე აღნიშნული ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის კოდექსის 359 მოთხოვნით. რაოდენობის მხარეს საფუძველზე განხილვის მოწმეებს ასევე გამოიყურებს წერილობით მტკიცებულებებს, ნივთიერებად მტკიცებულებებს, ჩანაწერებს, რომლებიც კომუნიკაციის მიღმა სტანდარტებს სასამართლოს კუნძულზე დაარწმუნებს, რომ რაოდენობის შეფარების მიერ ჩადენილია სწორედ აღნიშნული ქმედება, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შესრულებას. ჩვენი მოსაზრებით ეს როგორც ამ შემთხვევაში პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი, თუმცა ამ შემთხვევაში კომისიის ლეგიტიმურობა, რომ წევრთა შემადგენლობაში 5 არის ქართული ოცნებიდან წარმოდგენილი, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მათ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არ არის კონსტიტუციური ძალის მქონე. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რომელ შეტყობინებაზე არის საუბარი, როდესაც თავად კომისია არის არალეგიტიმური 2003-2012 წლებში პოლიტიკური რაღაცა რეჟიმი დაასახელა რაოდენობის მხარემ და ის გამოძიების საკითხი და ყველაზე მთავარი აქ მორალურად რაც არის და რაც ყველას კარგად უნდა გვესმოდეს 2003-2012 წლებში ზურაბ ჯაფარიძე საერთოდ არ იკავებდა არც ერთ თანამდებობაში. შესაბამისად ჩვენთვის გაურკვეველია მოსაზრებების გამო როდიდან იჭერენ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ლიდერებს. ამიტომ ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე არა მარტო კონვენციურ, არამედ კონსტიტუციურ ნაწილში არღვევს ყველაზე უდიდეს ღირებულებას, რაც ქვია კანონიერების პრინციპს და სამართლის სასამართლოს უფლებას. ჩვენ შეგვეზღუდა იმ თავისუფლ სამართლის სასამართლოს უფლება, როცა კომისიის თავმჯდომარე სასამართლოში ვერ დავკითხეთ. და ამას დამატებული, ასე ვთქვათ, არბიტრარული პატიმრობა, ხო? როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ გირავს არ გადახდა განხორციელება და გირავი თავისუფლ ხო არ არის მიზანი, გირავს მიზანი ხო არის, ახალი დანაშაული არ ჩაიდოს ადამიანმა, არ გაანადგუროს მტკიცებულება და არ მიემალოს სასამართლოს, არ მიემალოს საგამოძიებო ორგანოს. გირაოს გადახდა მიზანი არასდროს არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმის და ამასთან დაკავშირებით საიმამ გამოაქვეყნებიდეს დასკვნა და ჩვენ სრულიად ვეთანხმებით. ამიტომ ერთობლიობაში ამ სისხლის სამართლის საქმის აქვს პოლიტიკური ნიშანი და ეს ჩვენ ყველა კარგად ვიცით.